საერთაშორისო გამჭვირვალობის დიდი ბრიტანეთის ოფისი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების იმედისა და პოსტივის სანქციელებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისი უნდა იყოს. ორგანიზაციის პოლიტიკის დირექტორის დუნკან ჰეიმსის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსული პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ, რომელმაც პირდაპირ როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიის დემონტაჟში. ჰეიმსი ხაზგასმით ამბობს, რომ რეჟიმის ხელშემწყობთა მცირე ჯგუფი ქვეყანას კლეპტოკრატიისკენ და პუტინის გავლენის სფეროსკენ მიაქანებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება სანქციები დაუწესოს ქართულ ტელეარხებს იმედს და პოსტივის რუსეთის ომის მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელების გამო მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია. ეს მიანიშნებს იმის აღიარებაზე, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა გავლენის ოპერაციებმა პირდაპირ როლი ითამაშა საქართველოს ძნელად მოპოვებული დემოკრატიის დემონტაჟში, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. რეჟიმის ხელშემწყობთა მცირე ჯგუფი საქართველოს კლეპტოკრატიისკენ მიაქანებს. ამ პროცესში ქვეყანას სულ უფრო მეტად შეჰყავთ პუტინის გავლენის სფეროში და სანქციები ამ რეალობას უნდა ასახავდეს. დიდმა ბრიტანეთმა ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა პირდაპირ ამოიღოს მიზანში რეჟიმის აღნიშნული ხელშემწყობები, გაყინოს მათი აქტივები, შეუზღუდოს წვდომა ბრიტანულ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე და უზრუნველყოს, რომ მათ ვერ შეძლონ ლონდონის გამოყენება პირად უსაფრთხო ნავსაყუდლად ან დამზღვევად, როდესაც მათ საბოლოოდ მოუწევთ პასუხისგება.